კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სალამები, გამარჯობა. კარგი პოზიტიური დღე გვაქვს მეგობრებო. კარგი ამბები. კარგი ამბები. პირველი ძალიან კარგი ამბავი უნდა უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს და მიხარ ასეთი სტარტი რო გვაქვს. საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 ფაკულტეტი მათზე სწავლა უბრალოდ ხდება სრულიად უფასო. მოგულოცავ ყველას ვინც აპირებს. ეს არის ეტაპი ცხოვრებაში, რომლისთვისაც ფაქტობრივად ძალიან დიდი ხანი ემზადები და განსაკუთრებით ემზადები ამ მშობლები და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს ინვესტიცია შვილის განათლებაში ჩადებული არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძელადიანი. ეს ჯობია თუ რა? მე ასევე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ოჯახი სამწუხაროდ იღებს სესხს, იღებს ვალს იმისათვის, რომ სათანადო მოამზადოს საკუთარი შვილი სწავლისათვის და შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში უწევთ, ასე ვთქვათ, გადახდა ამ ყველა თანხის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. რეალური შედეგის ხელს მომხდარი და წევთ ყველა. რომელიც შეუსუბუქებს ძალიან ბევრ ადამიანს ცხოვრებას. და ყველა მნიშვნელოვანი ფაკულტეტი შედის, მე მგონი, მე რასაც ჩავხედე სიას, ძალიან კარგი ფაკულტეტები შედის ამ უფასო ნუსხაში, რომელზეც სწავლა შეიძლება სურველს. და მე ასევე ძალიან მახარებს, რომ აი ამ ყველაფერს უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც დააფინანსებს ამ სტუდენტების სწავლას და მე ძალიან მაინტერესებს საერთოდ მიახლოებით მაინც რამდენ სტუდენტს მოიცავს ეს პროგრამა და დავაპატიჟოთ ხო ჩვენი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე აბიტურიენტის მამა ყავს და ხო? მოგდანდით. გამარჯობა. ძალიან სასიამოვნო სიახლე მოგვიტანეთ. ესეთი ახალგაზრდა მრჩეველი ჯერ არ მინახე. კარგი რჩევა არის აშკა. არა, ეს მნიშვნელოვანია რომ ის ახალგაზრდა, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. ყველაზე კარგად იცის ის პრობლემატიკა, ყველაზე ახლოს არის იმ პრობლემატიკასთან, რაც უკავშირდება სტუდენტობას, ასე ვთქვათ. თქვენი მაისური დავიწყოთ ალბათ, იმიტომ რომ კიდევ ერთი პროექტია. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქრები ინებეთ. ეს არის აქცია არაძალადობას, რომელიც დღეს პრაქტიკულად ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში დაიწყო ერთდროულად. ყველა ქალაქში უნივერსიტეტებიდან სტუდენტები თავიანთი ქალაქის ცენტრალურ მოედნებამდე მოაწყეს მცდელობა, მოახდინეს ინფორმირებულობა მოსახლეობის, რომ არაძალადობას თუ რა კამპანია დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც შეუერთდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ასევე ძალიან იდეას მხარი დაუჭირა და დაგვეხმარა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ასე რომ ვფიქრობ ძალიან გაამართლა და პრინციპში მსგავსი ფაქტი საქართველოში რომ ერთდროულად ყველა წერტილში დაწყებული იყოს ესეთი აქცია, რომელიც მართლაც ეფექტური გადაწყვეტილების საზოგადოებასთან მიტანას ემსახურება ჯერ არ ყოფილა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მე სტუდენტებს და ორგანიზატორებს და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილი საქმისთვის. საქართველოს 21 ქალაქში აქცია, რომელიც სულ რაღაცა 2 კვირის წინ გაიმართა და მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სტუდენტები ცალკე სხვანაირი ძალა. სხვანაირი კი არა, თავარი. დღეს 11 საათზე აბსოლუტურად ყველა უნივერსიტეტთან დაიწყო ერთობლივი მცდელობა. ეს იყო მართლაც უპრეცედენტო მოვლენა საქართველოში და ძალიან მიხარია რომ ხელობა ჩვენი მომავლის გარანტია ჯანმრთელი ხედვა ასე ვთქვათ. ვფიქრობთ რომ სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი სწორედ სტუდენტობაა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში უნდა იყოს აქტიურად ჩართული და შესაბამისად რომ თვითონ იჩენენ ინიციატივას და პირიქით რომ მსგავსი აქტივობები ჩატარდეს მეტი, ეს თავისთავად კარგია. გარდა ამისა, ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ და შინაგან საქმეთა სამინისტრო დავდივართ პრაქტიკულად ყველა ქალაქში, ვხვდებით სტუდენტებს, გვაქვს საინფორმაციო გასვლითი შეხვედრები, ასე რომ ძალიან ნაყოფიერი კამპანია გამოდგა და იმედია დასასრულს ეფექტი ექნება კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ესაც გადის დაუშვათ ტელევიზიებში, სოციალური რეკლამები და სწორედ ამიტომ გადაწყვეტეთ, რომ კიდევ უფრო მეტი სტუდენტი ყავდეს საქართველოს, ხო? სამაგრები და ჩაერთეთ აქტიურად ამ პროექტში. რაც შეეხება სტუდენტებს, მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ეს პროექტი კი არ იწყება, არამედ დაიწყო უკვე. დაწყებულია. წელს უკვე ამ წლის სექტემბერში ამ ფაკულტეტმა უკვე უმასპინძლა სტუდენტების რაოდენობას, რომლებიც სწავლობენ აბსოლუტურად უფასოდ სახელმწიფო და განათლების სამინისტროს დაფინანსებით, რა თქმა უნდა. ჩვენ რომ ეს იდეა სტუდენტია ასეთი, რომელიც უფასოდ ჩვენ რომ ეს იდეა
განახორციელდა შეცდომების კომისიამ და ჯგუფმა, რა თქმა უნდა, როგორც ქართველმა საერთაშორისო ექსპერტმა გაიწერა პრეროგატივები და პრიორიტეტები, თუ რა ჭირდება, რომელი მიმართულებების გაძლიერება ჭირდება დღეს ქვეყანას და მე მინდა გავაცნო ტელემაყურებლებს, რომ რომელ ფაკულტეტებზე არის სწავლა უფასო, ანუ პირდაპირ წესით, რომელიც ჩააბარეს სამახალისებელი ერთგვარი იყო სახელმწიფოს მხრიდან, რომ მეტი კადრი იყოს ამ. ეს არის აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, აგროინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, ეკონომიკა, ხას უსმევ ეკონომიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, არქიტექტურა და არქეოლოგია. ამ მართლაც ბრავო. მნიშვნელოვანია აქ ნაკლებობა დაუშვათ სტუდენტების და იცით როგორ არის? ახლა რამოდენიმე შემილია გამომარჯვების აქტივობა იყო, მაგრამ ეფექტურობა რო გაზრდილიყო, ზოგადად დარჩენილი მიმართულებების წახალისება მოხდა იმით, რომ შევსებას დიდი იქნება, თუნდაც პედაგოგიური საქმე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს და იყო პედაგოგიური უნივერსიტეტი, მაგრამ აღარ იყო სამწუხაროდ. დღეს ფაკულტეტზე სწავლა არის უფასო ამ მიმართულებით. ერთი კითხვა მაქვს. მე როდესაც ვიყავი სტუდენტი, მაშინაც იყო გარკვეული შანსი იმისა, რომ სტუდენტს ესწავლა უფასოდ, იმიტომ რომ თვითონ უმაღლესი სასწავლებლები შიგნით გარკვეულ იდენტიფიცირებას ახდენდნენ უფრო წარმატებული სტუდენტების და მათ შეეძლოთ ესარგებლოთ ამ, ასე ვთქვათ, უფასო სწავლით. მე მგონია თქვენი ერთ-ერთი ვისარგებლოთ და მოგიყვეთ ზოგადად სამინისტრო და რა ღონისძიებები ტარდება გარდა ამისა. სტუდენტების სრული უმრავლესობა, ვთქვათ, ვინც ამ ფაკულტეტზე მოხვდება, თუ გარკვეული ნაწილი? სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც პირდაპირ წესით ეროვნული გამოცდებიან, ჩააბარებენ და მოხვდებიან ამ ფაკულტეტზე, ისწავლიან უფასოდ. თუ გადაიტანა მან შემდეგ საბუთები, ეს ვაუჩერი რა თქმა უნდა არ მიიღო. უნდა დაამთავროს ეს ფაკულტეტი. და დაამთავროს ალბათ, ხო? ბატონო, ამ დღეს 2014 წლის სექტემბრის მონაცემით სულ ჯამში მოგვცა 5012 ვაკანტო სტუდენტი სწავლობს დღეს ამ ფაკულტეტებზე. ანუ ყველა მსურველი დაკმაყოფილდა და მოხვდა ამ. რა კონკურენცია ძალიან დიდი იყო, რა თქმა უნდა, ეს უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდეს თავისთავად ის ვაკანტური ადგილები, რომლებსაც შეუძლია რომ მოიმსახუროს სტუდენტს უნივერსიტეტი. გარდა ამისა, ასევე პრაქტიკულად სახელმწიფოს მხრიდან 100% დაფინანსებული სტუდენტის რაოდენობა არის გაორმაგებული შარშან და შარშანწინულთა შედარებით. დღეს სახელმწიფოდან 100% ფინანსდება ყველა ასპექტი. ეს არის სოცგრანტი, თუ ეს არის ნებისმიერი სხვა მიმართულებები და ეს არის 23314 სტუდენტი. შეიძლება რომ კონკრეტული რის საშუალებაც მოგვცა, კი ბატონო, რის ეხავით დავასრულებ, რის საშუალებაც მოგვცა არსებულმა ბიუჯეტმა იმის მაქსიმალურად ეფექტიანი ხარჯვის საფუძველზე მივიღეთ ის რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იღებს განათლებას სახელმწიფო ხელშეწყობით. აი მაგალითად რომ ავიღოთ აგრარული უნივერსიტეტი, თქვათ ვეტერინარიის ფაკულტეტი. თუ აქ ვაკანტური ადგილი, თქვათ მომავალი წლისთვის იქნება მაგალითად 50. კი ბატონო. ეროვნული გამოცდების შედეგად ვინც მოხვდება ამ 50 ადგილს, ყველა ისწავლის უფასოდ. აბსოლუტურად ყველა. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თხოვნელი იქნება 50-ზე რამოდენიმეჯერ მეტი, მაგრამ ის დაუშვათ პირობითად 50 ადგილზე, ვინც მოხდება აბსოლუტურად როგორც ეკონომიურს. მეც ვკითხულობ ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვასწავლი ეკონომისტებს, რომლებიც სწავლობენ უფასოდ, ვინც ჩააბარა პირდაპირ წესით ამ ფაკულტეტზე. 2015 წელს. აბიტურიენტებს, რომლებიც აბარებდნენ წელს უკვე, რომლებიც მოხვდნენ აქ. ქონდათ ხო ეს ინფორმაცია, რომ აქ იყო სწავლა უფასოდ? რა თქმა უნდა, ყველას ქონდა მსგავსი ინფორმაცია მიწოდებული, რომ აღნიშნულ ფაკულტეტზე მოხვედრა არის უფასოდ და მე ძალიან მიხარია, რომ თუნდაც იგივე ფიზიკა, ქიმია, სატყეო საქმე დიდი საინჟინრო, დიდი შევსებაა ძალიან და იგივე არქიტექტურული მიმართულებები, რომელიც ძალიან საჭიროა დღეს ქვეყნისთვის. ეხლა არ არის დასამალი, რომ უფრო არსებობს, ხო, უფრო პრესტიჟული ფაკულტეტები და ამის პოპულარიზაციასაც ალბათ უფრო მეტად აფიქრდები, რომ მოდი ბანკი ამის პოპულარიზაცია ჯერ მინდა გავითვალისწინოთ ჩვენი მძიმე სოციალური ფონი ზოგადად, რომ ეს არის ხელშეწყობა და სტიმულირება იმით, რომ თავისი ენერგია და ემოცია მოახმაროს სწავლას, რომელსაც უფინანსებს სახელმწიფო და ისწავლოს საჭირო მიმართულება, სადაც დასაქმების პერსპექტივა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დაუშვათ სხვა მიმართულებებს. ალბათ ეს ლოგიკურია აბსოლუტურად, რომ თუ თქვა მე გადავიდა სხვაგან რომ არ მიყვება ეს ოჩერი. იმიტომ რომ მაშინ ბევრი გამოიყენებდა ხა ჩააბარება გაიქცეოდა მე. ვდებთ იმაში რომ აბსოლუტურად აგიზადოს პროფესიონალი დაუშვათ კვების მეთოდოლოგიის სპეციალისტი. მან თუ გადმოვიდა სხვა თქვა აი უფრო ეს ეხება მხოლოდ ამ შემთხვევაში ისევ და ისევ რესურსებიდან გამომდინარე, ეს ეხება პირდაპირ ვინც პირდაპირ წესთან მოწვეულს ჩააბარებს ამ მიმართულებას. თამაშ შეთანხმდა რომ ყველა ძალიან პრესტიჟის არის, საჭირო პროფესია ქვეყნის კვების მეთოდოლოგიის სპეციალისტი პირობითად არის ქვეყანაში სანთლით საძებარი, რომელსაც დიდი შეხება მაქვს ძალიან კერძო სექტორთან და მქონია კონსულტაციები და პრაქტიკულად ითხოვენ კვალიფიცირებულ კადრებზე, ჩამოყავთ ბევრი უცხოელი სპეციალისტი ამ მიმართულებით. გარანტირებული სამსახური ელოდება ყველა ის დაახლოებით ფაქტობრივად ესია. რამდენი საწარმოა, რომელიც საქართველოში დღეს
აწარმოებს თავის სახელმწიფოს. ყველა სჭირდება დამეთანხმებით კვების მრეწველობის სპეციალისტებს. ერთი კითხვა მაქვს, გარდა იმისა, რომ რა ეს სპეციალისტებია სანთლისაძებარი, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ თქვა აი ესეთი სპეციალობის კარგი პედაგოგებიც ასევე სანთლისაძებარიაო, იმიტომ რომ გარკვეული გადამზადება აი ამ დროის ასე ვთქვათ და მეცნიერული წინსვლის გამო საჭიროა. აქ რა ხდება? რამდენად ხდებათ მათ ამ უფასო ფაკულტეტებზე პედაგოგები, რომლებიც არიან მზად? ძალიან კარგი. მე ღრმად ვწამს იმის, რომ ამ პედაგოგიკის მიმართულებით ჩააბარებენ ის აბიტურიენტებსაც მოწოდებით აქვთ განმჭრელი, რომ ის უნდა გახდეს პედაგოგი. ეს დამიჯერე ძალიან სხვა სფეროა, როგორ ეს უბრალოდ პროფესია არ არის ნამდვილად. კი, იქ ისწავლება თანამედროვე სილაბუსით გაწერილი საგნები, რომ რეალურად სასკოლო ბრჭყალებში ბაზარს მიიღებს თანამედროვე პროგრამებით განსწავლული ახალი პედაგოგი, რომელიც დღეს ძალიან საჭიროა, როგორ განსაკუთრებით რეგიონებში და თბილისში თავისთავად. ეს შეუქცევადი ციკლია, რომელიც მუდმივად უნდა ხდებოდეს ამის განახლება და გარდა იმისა, რომ ხდება არსებული პედაგოგების კვალიფიკაციის დონის აწევა და გადამზადებაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მგონია. და მე მაგისტრატურად და ისიც რამე შეღავათი აქვს. ისიც როგორ არის? აი მაგისტრატურაზე, დოქტორანტურაზეა საკმაოდ კარგი შეღავათი, მე მინდა ამაზეც გესაუბროთ. დიახ, მაგისტრატურაზე არის გარკვეული ტიპის პროგრამები, მაგრამ როგორც ეგეთი რომ ავიღოთ და უფასო ჯერჯერობით არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა არის საგრანტო, არის სხვადასხვა მიმართულების დაფინანსებები, მაგრამ აქცენტი მაინც გავაკეთეთ ჩვენ სამეცნიერო მიმართულებების დანერგვაზე და სწორედ ამიტომ 2013 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ხდება დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში პირველად ფინანსდება დოქტორანტურა. და გრანტის აღების შემთხვევაში კი, მე ამაზე მინდა რომ სულად ვისაუბრო, ეს ჩემთვის პრაქტიკულად შვილივით არის ჩემთვის ეს პროექტი და მე ძალიან ფაქიზი და მინდა რომ უფრო და უფრო განვითარდეს და გაიზარდოს ეს. ყველს ძალიან ის მომწონთ რომ თქვენ თვითონ ხართ ამაში. მე თვითონ დოქტორანტი ვარ. ძალიან გახარებული ხარ და მეც ანთებული თვალებით ყვებით ამას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ფაკულტეტებზე სწავლობს რომელი უნივერსიტეტები? აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით. ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ახდება ამ ფაკულტეტებზე სწავლა. რომელსაც აქვს შესაბამისად ტექნიკური და მატერიალური ბაზა. გადავალ დოქტორანტურაზე. კი ბატონო. ეს იდეა ჩვენ რო დაგვებადა 2013 წელს საქართველოში პრაქტიკულად სამეცნიერო ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საჭირო იყო წახალისება გარდა სწავლის გადასახადის, რა თქმა უნდა, აქ უნდა ყოფილიყო სხვა მოცემულობები ჩადებული. დღეს არის ლიმიტი, ანუ ერთ ამ შემთხვევაში დოქტორანტს თავისი სამეცნიერო კვლევითი ნაშრომის რუსთაველის ფონდში წარდგენის შემდეგ შეუძლია მიიღოს 21000 ლარამდე გრანტი. ამ გრანტში როგორც ფინანსდება სწავლის გადასახადი, ისევე ფინანსდება დაუშვათ უცხოეთში შენის სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნება. ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა. აქ ხდება ვიზიტების დაფინანსება თქვენი, რა თქმა უნდა, ანუ ხშირი კომუნიკაცია საკუთარ პროფესიის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი. 253-დან 173-მა მიიღო გრანტი. ესე იგი ძალიან მაღალი ციფრი არის. საშუალოდ 16000-იო თვითონ. ძალიან ესე იგი мотиваცია ძალიან დიდია და ეგ არის. წელს შედარებას გავაკეთებ, ანუ ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ იყო შაშანას დაწყეს, მაგრამ წელს ასევე დაემატა თანხა გაუზარდეთ და დაემატა სტიპენდია. ასევე შეუძლია მიიღოს 800 ლარი საკუთარი გრანტით გამოიმუშაოს სტიპენდიაც. დიახ. შაშან შემოვიდა 253 განაცხადი. აქედან საშუალო კალკულაციით 16000 ლარი გრანტი მიიღო 167-მა ძალიან კარგი. ეს არის 167 თანამედროვე კლასიფიკაციის მეცნიერი, რომელიც შეემატება ახლობის ბავშვი ერთი წუთი და რამე მნიშვნელოვანი რაც გაქვს სათქმელი რომ თუ გაქვთ ახლობით ცოტა დრო გრჩება ძალიან. მნიშვნელოვანი არის ის რომ ყველაფერი იქნება კარგად. ის ძალიან მიხარი ასეთი აღალისება რომ მოდის სამინისტრო. ძალიან დიდი სტიმულია ეს ფინანსური კუთხე, ესეც ცხადია, ხო, ეხლა რა თქმა უნდა. თავს ვალდებულად ვთქვით იმისთვის, რომ ზოგადად აუწყოს ფეხი ჩვენმა სამინისტრომ სოციალურ მდგომარეობას და შევდივართ მაქსიმალ ბიუჯეტი წირია. ხვდებით, პრობლემა იმდენია ზოგადად, რომ რა თქმა უნდა არ ეყოფა, მაგრამ ამას შეიძლება ეფექტური დამენეჯერება და დახაბვა სისტემაში, რომ ეს ფინანსური პრობლემა 80%-ს აწუხებდა, ალბათ. გადახურვას გავაკეთეთ, იყო სხვადასხვა ამაზე საუბარი სტატუსში შეჩერებულ სტუდენტებზე, აი ამ უფასო ფაკულტეტებმა და ამ დაფინანსებულმა პროგრამებმა პრაქტიკულად 2013 წელს სტატუსი აღიდგინა 10614 სტუდენტს. ო, რამდენი ყოფილა ისე? დიახ, 2013-ში და წელი არ დასრულებულა, ჯერ ბოლო კალკულაცია არ გვაქვს უკვე 2014-ში აღდგენილი აქვს 7812 სტუდენტს. კონსერვატორიაზეც იქნება. კონსერვატორიაზე ვიფიქრებ და მივაწვით კულტურის სამინისტროს ინიციატივას აუცილებლად. მე ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს რომ კონკრეტულ სამინისტროებს არ მოუწევთ სოციალური მდგომარეობის ფეხის აწყობა და ზოგადი ფონი
ქვეყანაში იქნება ისეთი, რომ ყველა შეძლებს სასურველი განათლების მიღებას, არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს პარკლებს. ბოლოს ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვანს ჩვენი განათლების სამინისტროს სოციალური ფონი გასაგებია, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება ყველა სტუდენტს შევქმნათ ჯანსაღი თანაბარი კონკურენტული გარემო, რომ თავისი განათლების შესაბამისად მიიღოს დაფინანსებაც, მიიღოს კვალიფიციური განათლებაც და მიიღოს შესაბამისი უნარ-ჩვევები. ძალიან დიდი მადლობა. სამსახური გარანტირებული იქნება, რომ ეძება კადრებს. ძალიან მოკლედ. გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტში ეძლევა თეორიული ცოდნა, ასევე სახელმწიფო პროგრამები უზრუნველყოფს მათ უფასო სტაჟირებებს, რომ პოტენციურ დამსაქმებელს შეხვდეს როგორც ტექნიკურად, ასევე თეორიულად განსწავლული რაღაც საკითხებში. კარგი, რა კითხვებიც გვაქვს რეკლამის დროს შეგვიძლია და. დიდი მადლობა, რომ ინტერესდებით ამ საკითხებში. დიდი მადლობა. შევისწავლეთ სულ რამდენიმე წუთი.